მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენ ისევ ასე ვთქვათ, link-თან ვართ, link-თან ვეცნობით კონკრეტულ მეთოდებს, რომლებიც გვეხმარება კოლექციებთან მუშაობაში, მოკლედ. ჩვენ წინა ლექციაში რა განვიხილეთ? ჩვენ წინა ლექციაში მივადექით ესეთ საკითხს, რომელსაც ქვია link-ი და გავეცანით, რომ link-ი არის language integrate query, ესე იგი, ხელსაწყოდ ჩვენ ენასთან, რომელიც გვეხმარება, რომ манипуляცია გავაკეთოთ, გავფილტროთ მონაცემები, რაღაცა გარდავქმნათ მონაცემები, ვიპოვოთ უდიდესი, უმცირესი, შევაერთოთ ერთი მონაცემი მეორესთან, დავალაგოთ დადობით, კლებადობით და ასე შემდეგ. მაგალში, ასე ვთქვათ, გვეხმარება link-ი. და ჩვენ თქვით, რომ link-ის ჩაწერის ორი გზა გვაქვს. ერთი არის query სინტაქსი, მეორე არის method სინტაქსი. ანუ query არის აი ესეთი ჩანაწერი, მოიცადე? რომ კარგად რო განვიხილოთ. აი from student in students და select ეს. ესე ჩანაწერი. ანუ როცა იწყება from-იდან, ჩვენ წინა ლექციაში ეს ვისაუბრეთ. და მეორენაირად არის method სინტაქსი, ესე იგი ჩვენ მეთოდს ვიყენებთ პირდაპირ. აი მაგალითად, ვარ ეზოთულის student წერტილი first or default და პირდაპირ მეთოდი მაქვს წერტილის წერ. ანუ students წერტილი first or default. პირდაპირ. და ჩვენ განვიხილეთ ძალიან ბევრი მეთოდი. ჩვენ განვიხილეთ where მეთოდი, აქ სად არის ჩვენი where მეთოდი? აი ეს where-ი მოდი ასე ვთქვათ განვიხილოთ ეს. ისეთი აქ ამას დავაკომენტარებ. ესეთი აღარ მჭირდება. ესე იგი, პირველი მეთოდი, ეს არის ეს არის query სინტაქსით. ესე იგი, from student in students, თქვით, რომ students არის ამ შემთხვევაში ის აი ეს ლისტი არის სტუდენტების, რომელშიც არის მოთავსებული კონკრეტულ სტუდენტები. 21 წლის ნინო, 25 წლის გიორგი, 20 წლის ანა და 22 წლის გიორგი. ისო. და ამ ლისტიდან ჩვენ ვაკეთებთ манипуляციას. ანუ რაღაცებს ფილტრავთ. და თუ მინდა რომ მაგალითად ვიპოვო ისეთი მონაცემები, რომლის დავუშვათ ასაკი არის 20-ზე მეტი, ან ასაკი არის, თუ სახელი არის გიორგი. ესეთი რაღაცები თუ მინდა რა, ესე იგი გავფილტრო. მაქვს სიტყვაზე 100 მონაცემი და 100-დან დამრჩეს რაღაცა გარკვეული. დავუშვათ 20. ხო? ხომ არის დავუშვათ რომ წარმოვიდგინოთ სტუდენტები, რომელსაც გააჩნია თავისი ქულა. და ხო არის უნივერსიტეტში ესეთი 100-დან 100 არის და ნუ 0-დან 100-მდე 100 შეთვლით ხო არის? და თავისი ისა აქვს, რა ქვია, კონკრეტულ ქულას თავისი შეფასება აქვს. დავუშვათ 91-დან 100-ის ჩათვლით A არის, მერე ქვემოთ B არის, C, D და E, F და მოკლედ ეგრე არის შეფასებები. და მაგალითად თუ მინდა რომ ვიპოვო ისეთი სტუდენტები, რომლის შეფასებაც არის დავუშვათ 60-ზე მეტი, მე შემიძლია რომ where-ი გამოვიყენოთ და მაგის სტუდენტებს გავფილტრავდი, ხო? ანუ წერ from student in students, students არის ის ლისტი, student S არის კონკრეტულად რაღაცა ნებისმიერი ცვლადი, რასაც ჩვენ დავარქმევთ. ეს არის იგივე რაც ინდექსად I-ის შემთხვევაში კონკრეტული იტერაციაზე როცა მაქვს ცდომა მონაცემთან. Where students წერტილი age მეტია 20-ზე. Select student. ანუ ამით ჩვენ ახლა გავფილტრეთ და ვიპოვეთ ისეთი სტუდენტები, რომლის ასაკი არის 20-ზე მეტი. და შედეგი რო გამოგვეჩინა, ნუ for-ში გამოვიყენეთ რა, მაგაში. For-შით ასე ვთქვათ, დავუარე results და დავპრინტე ეს შესაბამისი სახელი. ეს არის query სინტაქსი. ეს არის query სინტაქსი. მაგრამ არის method სინტაქსიც. method სინტაქსი არის ესეთი პირდაპირ. აი ეს. ესე იგი, students წერტილი where და ჩვენ წინაზე განვიხილეთ, რომ აქ ფიგურული ბრჭყილები არის, უბრალოდ ჩვეულებრივი ბრჭყილები, student უდრის იმეტობა და student წერტილი name თუ უდრის გიორგის.
ნუ მოკლედ წინა ლექციებში ჩვენ განვიხილეთ where-ი, განვიხილეთ კიდე select-ი განვიხილეთ, სადღაც აი აქ ეს არის select-ი. წინა ლექციას თუ კი არ გინახავთ, ეს წინა ლექცია აუცილებლად ნახეთ. აღარ მიბრუნდები ესე პირდაპირ. განვიხილეთ first-ი, first or default-ი, last-ი, last or default-ი, mini, max-ი გავიარეთ ასევე, order by, ანუ დალაგება ზრდადობით, ან კლებადობით, order by descending არის დალაგება კლებადობით. Then by-ს განვიხილეთ. სამი, რომელიც ჯამს გულისხმობს და ესე იგი რაღაცის დაჯამება. ანუ ამ შემთხვევაში სტუდენტები თუ მაქვს მე შემიძლია გავიგო სტუდენტების ასაკების ჯამი. და მე ვამბობ, რომ students წერტილი 3 და age-ზე გამიკეთე ეს დაჯამება. და შეკრიბავ და age-ებს. Average-ი ვიცით, საშუალოს თვლის. და მოკლედ ასე შემდეგ რა. ესენი განვიხილეთ. დღეს მინდა რომ მივამატოთ ამ მეთოდებს ის დანარჩენი მნიშვნელოვანი მეთოდები, რაც არის group by, any, only, join-ი, single, distinct-ი და მოკლედ კიდე რაც გამახსენდება ის რა. მოკლედ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი განვიხილეთ და ზოგი რაღაცა შეიძლება იყოს, რომელსაც არ გავივლით, იმიტომ კი არა რომ სიტყვაზე არ არსებობს. იმიტომ რომ მოკლედ შეიძლება ძალიან ბევრი ეგეთი მეთოდია, რომელსაც არ ვიყენებთ. არც არის დიდად საჭირო. და თუ კი სადმე საჭირო გახდება, მე ვსერჩავთ ხოლმე. მე განვიხილავ ლექციაზე ძირითადებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რომელსაც ვიყენებ პრაქტიკაში. აი, დავიწყეთ ახლა. პირველი არის group by. ეს აქ რაც მეწერა. Group by არის ანუ group ხო ჯგუფს ნიშნავს. ანუ დაჯგუფება. ანუ რაღაცის მიხედვით დაჯგუფება. მაგალითად თუ კი მე მაქვს სტუდენტები. და დავშოთ 21 წლის ხო არის, 25 წლის, 20, 22, მოდი კიდე სხვა სტუდენტების დავამატოთ. ერეკლე იყოს 22 წლის, ლაშა იყოს 25 იყოს თუნდაც, გეგა იყოს 21 წლის და რა ვიცი, დათო იყოს 24 წლის. მაგალითად. ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგი არის 21 წლის, ზოგი 25-ის, 20, 22, 22, 25, 21, 24. ეხლა მე შემიძლია რომ ეს მონაცემები დავაჯგუფო. ან თუ კი ვიღაცა ესეთ კითხვას დამისვოს, რომ თუ კი ეხლა შენ კი გაქვს მონაცემები, მაგრამ მოდიო ეხლა დააჯგუფე ეს მონაცემები ასაკის მიხედვით. მაგალითად, 22 წლის სტუდენტები ვინ ყავს, ეგ ჩავმითვალეო. 21 წლის რომელი ყავს, ეგ მითხარიო და 25 წლის რომელი ყავს და მოკლედ ასე შემდეგ. რაც წლოვანები გვაქვს. ეხლა დავუშვათ 21. 21 წლის ასაკის სტუდენტები ჩვენ გვყავს ნინო აგერ და გვყავს გეკა. 22 წლის გვყავს გიორგი ერეკლე. 25 წლის გვყავს გიორგი ლაშა. ნუ კიდე შემიძლია გავაგრძელო რა და ზოგი შეიძლება 3 ცალი იყოს, ზოგი 1 იყოს. მაგალითად ეხლა 24 წლის მარტო დათო ყავს. აგერ. 20 წლის ყავს ანა, მხოლოდ. ასე რომ მე შემიძლია დავაჯგუფო ესენი ასაკის მიხედვით. ეხლა როგორ წერ? მოდი აქვე დავწეროთ პირდაპირ. დავიწყოთ. ვარში ვანთავსებ. თქვი, წინადადაც ვახსენე რატომაც. რომ ეს აბრუნებს ხა კოლექციას unnumberable ტიპის კოლექციას აბრუნებს და პირდაპირ ვარს დავწერო არ წერო იმდენის var ეხა მოიცადე რაღაცა მესიჯი არის მოიცადე ოკეი მოიცადე დავამატო სალამი სოფია Привет. ოკეი კაი ისე დავაჯგუფო რა ვიცი
ესეთი ცვალე შევქმნათ, რომელიც უდრის students, სტუდენტთა მივდივარ, წერტილი group by. ანუ დაჯგუფება. ესე იგი, სტუდენტები რის მიხედვით დავაჯგუფო? უნდა დავაჯგუფო ასაკის მიხედვით, ხო ეგრეა? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე თუ კი ისეთი დავალება მაქვს, რომ ასაკის მიხედვით დააჯგუფე, ესე იგი, დავუშვათ 21 წლის ბავშვების სტუდენტები ვინ არიან, 25 წლის ვინ არიან, 20 წლის ვინ არიან და ასე შემდეგ. შეიძლება დავუშვათ სახელის მიხედვითაც დაჯგუფდეს. მაგალითად, ყველა გიორგის მონაცემები მითხარი, ყველა გეგასი, ყველა ერეკლესი და ასე შემდეგ. აი მაგალითად ეს დაჯგუფება ყველაზე კარგი არის აი თუნდაც მაგალითად მონაცემები იყოს საქართველოს მოსახლეობის, ხო? საქართველოში ვინც სადაც არის, ვინცაც ცხოვრობს, ხო? ან თუნდაც დაბადებული ვინც არის. ეგ მონაცემები ხო ინახება სადღაც ბაზაში, მონაცემთა ბაზაში ინახება აუცილებლად. მონაცემთა ბაზას ჩვენ შენერ ლექციებში გავივლით და ძალიან საინტერესო ის გვექნება ლექციები, მაგრამ სადღაც ინახება. ეხლა რომ მინდოდეს მე რომ აი მაქიდან ვიპოვო თბილისში დაბადებულები, ანუ კონკრეტულ ადგილას დაბადებულებს ვიძახი. ანუ ყველა რო ჩავმითვალო. მაგალითად, თბილისში ეს ადამიანები არიან, ქუთაისში ესენი, ბათუმში ესენი, ზუგდიდში ესენი და ასე შემდეგ. ასე რომ ესე მე ვაჯგუფებ მანდ ქალაქის მიხედვით. აქაც ეხლა მაგალითად მე შემიძლია დავაჯგუფო სახელის მიხედვით. ანუ group by აქ უბრალოდ წერ პარამეტრის სახელს ნებისმიერი რამე შემიძლია დავარქვა, რა თქმა უნდა, პარამეტრს. ანუ მიგივე მეთოდია ეს, უბრალოდ ესეთ ერთგვარი ესეთი ჩანწერია. arrow functions ეძახიან, lambda expression იგივე. ეს წერტილი age. ესე იგი, ჯგუფდება ასაკის მიხედვით. ეხლა ეს group by რას აბუნებსო? iNumberable ტიპს აბუნებს iGrouping კოლექცია ტიპს, ესე იგი, ძალიან ბევრი ესეთი ის არის, თუ დააკვირდებით, iNumerables და iGrouping-იც არის ინტერფეისი. იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ წინაზე ვისწავლეთ, რომ ყველა, ესე ვთქვათ, ყველა ინტერფეისი, ჩვენ როცა ინტერფეისს ვქმნით, იწყება IT. და მერე მოსდევს ის კონკრეტული რაღაცა. და ესეც ინტერფეისია და ესეც ინტერფეისია. ესეთი ტიპია რა. მაგალითად მე iNumerables-თან რომ მივიდე, რომ დავაჭირო. აი, ჩვეულებრივ ინტერფეისია. ამასაც iGrouping-იც ესეთი ინტერფეისია. აი, ჩვეულებრივ ინტერფეისი. ოღონდ აქ არა აუცილებელი შიგნით რომ ჩავღმავდეთ რა როგორ ხდება. თავარია რომ ესეთი კოლექცია მიიღება, ანუ ეს group by აჯგუფებს მონაცემებს და გვიბუნებს რაღაცა კოლექციას. მოდი ვნახოთ რა კოლექცია არის ეს საერთოდ. მოდი დავპრინტოთ group-დი და ჩვენ წინაზე განვიხილეთ, აი აქ მივიდეთ და ვნახოთ რას დაგვიბუნებს. დებაგერი გავუშვათ. თუ დითხანს დაჭირდება, პირველი კავშირება არის. Okay. და ეხა group-თან მივალ. შევიხედოთ. და რეზულტატებში შევიდეთ. ნახე? დაიყო. დაიყო მონაცემები. ესე იგი 21 წლის ადამიანებად, 25 წლის ადამიანებად, 20 წლის, 22-ის და 24-ის. მაგალითად ეხა 21 წლის. აბა ვნახოთ 21 წლის ადამიანები ვინ არიან? შემოვიხედოთ შეგნით აი აქ. ორი სტუდენტი ყავს ეგეთიო. ნინო და გეგა. ოკეი. ეს არაფერი ისეთი. რო შევიხედოთ ეხლა კიდე მეორეში, დავუშვათ 20 წლის ვინ ყავს? 20 წლის მარტო ანა უნდა გყავდეს, ხო? აი, მარტო ერთი სტუდენტი ყავს, ანა. 25 წლის ორი სტუდენტი ყავს, გიორგი და ლაშა. ხო. და ეს არის დაყოფილი. ესე იგი 21 წლის არის ნინო და გეგა,
22 წლის არის გიორგი და ერეკლე, 24 წლის დათოა და მოკლედ ასე შემდეგ. 25 წლის არის ლაშა და გიორგი. ანუ იჯგუფება, ანუ ჯგუფდება და ეხა ეს რო კარგად დაგანახოთ, როგორ შემიძლია მე ეს მონაცემები რო გამოვიყენო რა. ნახეთ, როცა ჯგუფდება, თუ დააკვირდით, ეს იყოფა key და value წყვილებად. Key არის ასაკი და value არის ის კონკრეტული მონაცემები. აი, group-ი ხომ აქვს მე. მოდი მას ვიზა რა ქვია, დავაკონსოლებ რას, group ხო არის? წერტილი და ამას მოდი for უკეთ რო დავუაროთ. For-ით რო დავუაროთ უკეთესია. თუ კი დააკვირდებით ძირითადად მეებში რა ქვია, კოლექციებზე ვიყენებ for-ს. კაი, პირდაპირ მინდა რატო არ მიგეთა შორტკატს? ხო, გამიგეთა. Grouped, var item in grouped. და ნახეთ, როცა მე ვლუპავ, აი ეს როცა ჯგუფდება, ეს ძალიან გავს dictionary-ს, ანუ dictionary-ში ხო არის key და value. ანუ key არის რაღაცა მონაცემი, value არის რაც მართლა მნიშვნელოვანია, ხო? Key value წყვილები. აქაც ახლა ამ შემთხვევაში როცა დაიჯგუფა, key არის ასაკი და value არის იმ კონკრეტულ ასაკზე არსებული სტუდენტები. რო კარგად რო დაგანახოთ, როცა მე ვლუპავ groups, item-ი ხომ არის კონკრეტულად ის მონაცემი. თითოეული. ანუ თითოეული დაჯგუფება. Item-ი არის აქ თითოეული დაჯგუფება. ანუ 21 წლის ადამიანი, 21 წელზე არსებული მონაცემები, მე 25, 20, 22 და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ნახე, item წერტილი და მას აქვს key. Key არის ის რის მიხედვითაც დაჯგუფდა. აი, ძალიან მარტივად მე რო ხა ეს დავაკონსოლო, ძალიან მარტივად მიხვდებით თქვენ ამას. ესენი მოდი, აღარ მინდა ესე ამას დავაკომენტარებ და ქვემოთაც ამებს დავაკომენტარებ. ხო. აბა გავუშვათ. 21, 25, 20, 22, 24. ესენი არიან ის key-ები, რომლითაც დაჯგუფდა, ხო, სხვანაირად ვერ დაჯგუფდებოდა. ესე იგი, დაჯგუფდა ადამიანები 21 წლის მიხედვით, ანუ 21 წელზე რა ვინ არიან, 21 წელს და 21 წლის სტუდენტები, 25 წლისაც ვინ არიან, 20 წლისაც ვინ არიან, 22 წლისაც ვინ არიან, 24 წლისაც ვინ არიან. მათ შემოხედოთ Discord-ში. Okay. სალამი საბა. კაი. ესე იგი, დაჯგუფდა. და key არის რის მიხედვითაც დაჯგუფდა. რა თქმა უნდა, ამას თუ key აქვს, value-ც ხომ უნდა ქონდეს. არა, value უკეთ რამე არა აქვს. ან dictionary-ის განსხვავდება რაღაც კუთხით. მაგრამ ეს item-ი არის, ანუ თითოეულ სტუდენტზე მე ხა წვდომა რომ მქონდეს. ამისთვის აუცილებელია რომ რაღაცნაირად მე მივიდე item წერტი, ანუ ეს item-ი კიდევ ერთხელ უნდა დავლუპო. იმიტომ რომ ამ item-ში ხა ხო არის დავუშვათ 21 წლის სტუდენტები, ხო? 21 წლის სტუდენტები ხო ცალკე კოლექციაა და მე ეს კოლექცია უნდა დავლუპო ხა, ხო? და მოდი კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ for-ში. მოდი students დავარქვათ აქ. in item, ხო? იმიტომ რომ ეს უნდა ერქვას ამას ზუსტად. და დავპრინტოთ student წერტილი name მაგალითად. აი ეს. მოდი აქ item წერტილი key დავწეროთ. და ახლა კარგად მივხვდებით რაზეა საუბარი. ესე იგი 21 წლისები ვინ არიან? არის ნინო და გიგა. აბა ნამდვილად დავაზუსტოთ.
1 წლის ნინო და გეკა. კი, ნამდვილად. 25 წლისას გიორგი და ლაშა, 20 წლისას ანა მარტო, 22 წლისას გიორგი და ერეკლე. 24 წლისას დათო. მარტო. ანუ ესე ვაჯგუფებ. დააჯგუფთ და ამ შემთხვევაში გრუპ-D არის ის კოლექცია, სადაც მოთავსებული არის ეს დაყოფილი მონაცემები. ანუ 21 წლისას ცალკე, ანუ კონკრეტულ სტუდენტებზე ცალკე რა. და ესე შემიძლია მე დავუპო და რაღაცები გავაკეთო. მაგალითად, item key ხომ აქვს? მოცოდე რამე კითხვა ხო არის შემოვიხედოთ ან? ოკეი, ხალხმისება. კაი, კიდე ის თქვა მიდოდა group by-ში. ესე იგი, დააჯგუფთ და თითოეულზე წვდომა მე მაქვს, item-ი ეგ არის და აი უფრო კარგად რო დაგანახოთ item-ზე. item-ი რაც არის. მოდი აქამდე გავუშვათ. და დავწუნდეთ. აი რომ მივიდეთ ხა item-თან. item-ი ეს არის კონკრეტული key-ზე არსებული ის, key რო აქვს. და ეს ამას ყავს ახლა ორი, ასე ვთქვათ, სტუდენტი, ხო? პირველი და მეორე. ანუ ეს ინდექსებად არის. მე შემიძლია ახლა item ინდექსად 0, ინდექსად 1 ეგეთ რამე გავაკეთო. და თითოეული მათგანი ვიპოვო. ამას აკეთებს იდეაში for-იშიც. უბრალოდ თუ კი კონკრეტული მინდა რა. ამავდროულად მე შემიძლია გავფილტრო კიდევაც. მაგალითად, ხო არის აქ ხო დაიყო ახლა 21-ის, 25-ის, 20-ის და 22-ის და კიდე 21-ის და 24-ის, ხო? ხო და მე თუ მინდა მაგალითად ისეთი დაყოფები მქონდეს, ანუ ისეთი დავუშვათ მე მინდა 22-ზე მეტი, არა 21-ზე მეტი ისინი რა ქვია, წლოვანების მონაცემები. ანუ ისეთები, რომელიც 21-ზე მეტია. ამ შემთხვევაში ხო დაჯგუფთ და მე ამის ისიც შემიძლია, რა ქვია, where-ის გაკეთება უკვე აქ. პირდაპირ where შემიძლია გადაობა, ანუ ერთ მეთოდს შემიძლია გადაობა, მეორე მეთოდი. on წერტილი და where-ით. რა თქმა უნდა, ეს ამ group by-ის მეთოდი უნდა სრულდებოდეს, რომ მე წერტილით მივაბა. where item მაგალითად item წერტილი key ხო აქვს ამას key. თუ კი item წერტილი key ხო არის int ხო? თუ კი არის მეტი 21-ზე. და გაიფილტრებოდა ახლა ესე. 21 წელზე მეტი ანუ და სიტყვაზე ახლა 20 წლის ანა ამოვარდებოდა, ანუ 20 წლის დაჯგუფება ამოვარდებოდა. ისეთი დაჯგუფება, რომელზეც 20 იყო, ეგ ამოვარდებოდა და ასევე 21-ისაც ამოვარდებოდა. ანუ ნინო და გეგას ისიც აღარ გვექნება. ანუ ეხლა რომ გავუშვათ, დავინახოთ რომ მაქვს 25 წლის ისინი, 25 წლისას გიორგი და ლაშა, 22 წლისას გიორგი და ერეკლე და 24 წლისას დათო. ანუ 20 და 21 წლის ადამიანები 20 და 21 წლის დაჯგუფება აღარ მაქვს. უკვე. ანუ წარმოვიდგინეთ ყუთი, რომელიც დაიყო ქვეყუთებად და ქვეყუთებში გავფილტრე და ზოგი ყუთი ამოვაგდე. აქაც ზუსტად იგივე. სტუდენტები ყავდა, დავაჯგუფე ეს სტუდენტები ასაკის მიხედვით და მე ის ასაკები ზოგი უარყავი. და რაც დამიბრუნდა, აგერ დამიბრუნდა 25, 22 და 24 წლის დაჯგუფებები. რომელსაც თავიანთი სტუდენტები ყავს. აბა თუ არის გასაგები ეს ჩვენი group by. შემოვიხედო. ეს group by ძირითადად გვადგება, ну, თვითონ სიტყვაც განახობს დაჯგუფება, უნდა დავაჯგუფო მონაცემები რაღაცის მიხედვით. აი წეგან მაგალითი გავაკეთე, წეგან მაგალითი გითხარით, ხალხის დაბადების ადგილის მიხედვით დაჯგუფება. ან თუნდაც ეროვნების მიხედვით ბევრნაირი დაჯგუფება არსებობს რა. აქაც ახლა მე მოვიფიქრე
რამდენი ის არის თქო, ანუ ასაკის მიხედვით დაჯგუფება გავაკეთე აქ. მაგალითად, მე მგონი ითვლიან საქართველოში ადამიანების სახელებს, ანუ სახელი რამდენი არის ოფიციალური. დავუშვათ გიორგი რამდენი არის ოფიციალური და რაღაცები, ეგეთ რაღაცებს ითვლიან. მე ანუ მაგ მონაცემის ის ხდება, რა ქვია, დახარისხება ხდება, ანუ დაჯგუფება სახელების მიხედვით და მაგ კონკრეტულ სახელში რამდენი მონაცემიც არის, მაგას გებულობენ რა. აი მაგალითად ხა, ხო დავაჯგუფე. ხო? და დაჯგუფდა იმების მიხედვით, ხო? ასაკის მიხედვით. ეხა რო დაჯგუფდა, რომ ვუვლი ეხა ამას, ეს ხო აითემია, აითემს. წეს დარიგით, სიგზეც უნდა გქონდეს რაღაც მომენტში. თუ ლენქსი არა, county აუცილებლად ექნება. county ექნება. აი ეხა ჩვენ რო გავუშვათ, ნახოთ, რომ აი 25 წლის ორი ადამიანია. 22 წლისასაც ორი ადამიანია. 24 წლის ერთი ადამიანი ყავს მარტო დათო ხო? ანუ ესე გებულობენ რა. ესე იქ შეიძლება, ანუ ადამიანების მონაცემები როცა არის, ვინც ოფიციალურად ჩაწერილი არის. ანუ არაოფიციალურებს ვერ დაითვლი ეგრე, მაგრამ აი ოფიციალურები რაც არის, ბაზაში ხო ინახება. ყოველ ახალი ბავშვის დაბადებაზე იქ ბაზაში ემატება, რომ ეს რა ქვია, სახელად ეს არის და ასე შემდეგ. და მერე, ასე ვთქვათ, შენ შეგვიძლია დააჯგუფო სახელის მიხედვით და მაგის county გაიგო. და count რო იგებ, ესე იგი შენ გებულობ, რომ აი სიტყვაზე გიორგის ამდენი ყავს საქართველოში. ამდენი გიორგი ყავს, დაახლოებით გავიგებთ რა. რაღაცა ნიკა ამდენი და მერე რაღაცა ზოგჯერ ინფორმაციები იდება ხოლმე რა. ეგეთ მომენტებში. აი თუნდაც გარდაცვლილი ადამიანები და რამდენი არის შობადობა კაზრდილი და რაღაც ეგეთ რაღაცებს ყოველთვის დაჯგუფებით ითვლიან. დაჯგუფება და მან ზოგჯერ გაფილტრავენ კიდევაც და მოკლედ ასე შემდეგ. ბევრი რამეა. ამიტომ გრუპაი ძალიან საჭირო რამეა. სად გამოვიყენოთ კაცმა არის. ანუ რო გითხრათ რომ ძალიან ხშირად გამოიყენება ეგრე არა, მაგრამ ეხლა რა მაგალითებიც გავაკეთე, რა მაგალითებიც გითხარით, მანდ გამოიყენება ეს ჩვენი გრუპაი. კაი, აბა კითხვებს ველია ამ გრუპაისე. თუ კი რამე კითხვაა. სალამი ერეკლე შემოგვიესწა. სალამი რატი. ცოტა გვიან შემოგვიერთით. კარგი. მაგას თუ მხართ. მაშინ გავაგრძელოთ. მეორე რაც უნდა განვიხილოთ, აქ რა იყო n. n და ოლი, მოდი ერთად განვიხილოთ. აბა რა ხდება? შემოსული ყავი? ოკეი, შეიძლება ვერ მოგაქციო ყურადღება. კაი. n და ოლი. მოდი ისინი დავაკომენტაროთ. n და ოლი. ეს n არის აი ესეთი ის ხო არის რაღაცა აი ჩვენ ვისწავლეთ ოპერატორები მათემატიკური და ჩვენ ვთქვით რომ არის das ნიშანი და an ნიშანი. ani აკმაყოფილებს მხოლოდ ერთს, ანუ მხოლოდ ერთი რაღაცა თუ კი true არის, ესე იგი true არის. და რომ შესულდეს, ამისთვის ყველაფერი უნდა იყოს ჭეშმარიტი, ხო? ანისთვის პირიქით ერთის ჭეშმარიტება საკმარისია, რომ ჭეშმარიტად აღიქვას, ხო? და n და ოლიც ეგეთი რამეა. n არის თვითონ როგორც გავთარგმნოთ რა, აი ერთი მაინც თუ კი არის რაღაცა. ერთი მაინც თუ კი არის. მაგალითად ეს n რა თქმა უნდა აბრუნებს ან ჭეშმარიტებას ამ ცდარობას. ესე იგი მაგალითად აქ ვთქვათ რომ თუ ყავს ერთი ადამიანი მაინც რომლის ასაკიც 19 არის. ამ შემთხვევაში დაბრუნდებოდა ცდარობა, ხო? იმიტომ რომ 19 წლის ადამიანი ეგეთი არ ყავს.
მაგრამ დავუშვათ 20 წლის ხო ყავს ხანა, რომ თქვა რომ ერთი ადამიანი მაინც თუ არის, რომელიც ასაკიც არის 20, ეგ დააბრუნებდა ჭეშმარიტებას. ანუ კი, ნამდვილად არის, ანუ ნამდვილად არსებობს. ანუ ენის მიზანი არ არის რომ რაღაცა მონაცემი დააბრუნოს სტუდენტზე. ენის მიზანია ან ჭეშმარიტება გითხრას, ან ცდარობა. ანუ მოიძებნება თუ არა ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ამ რაღაცას აკმაყოფილებს. და ორი არის პირიქით, ორი არის ყველა, ანუ ყველა არის თუ არა ისეთი. მაგალითად, ამ შემთხვევაში ხა ეს არის ყველა ადამიანი უნდა, ყველა სტუდენტი უნდა იყოს, ყველა სტუდენტი თუ არის 18 წელზე მეტი. და ნამდვილად ყველა სტუდენტი 18 წელზე მეტია და დაბრუნდებოდა ჭეშმარიტება. მაგრამ ერთი მაინც თუ გაერევა, რომელიც 17 წლის არის სიტყვაზე, მაშინ დაბრუნდებოდა ცდარობა. აი მოდი ხა გავაკეთოთ. მაგალითად, ხა ენი და ოლი. ორივე აბრუნებს ჭეშმარიტებას ამ ცდარობას. ანუ ბულ ტიპს. ბულ რეზულტატი დავარქვათ სულაც უდრის students წერტილი და დავიწყოთ. დავუშვათ n-დან დავიწყოთ. n-ი ესეთი ის გვაქვს, ყველა თითქმის ყველა მეთოდზე ესეთ სინტაქსს ვიყენებ და ეს წერტილი რა. აი თუ მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც, რომლის სიტყვაზე ასაკიც არის 20, წეგანაც ვილაპარაკე. ერთი ადამიანი მაინც თუ არის ეგეთი. ეხლა ჩვენ რო გავუშვათ ეს, მივიღებ ჭეშმარიტებას. იმიტომ რომ ნამდვილად ერთი ადამიანი მაინც არის. კი, აგერ ეს ნინო არ არის, გიორგი არ არის, მაგრამ ანა არის აგერ. მე რო აქ 19 დავწერო. ამაგდებს ცდარობას. ანუ ანუ ერთი ადამიანი მაინც არ მოიძებნა. ყველა ყოფილა, ანუ სხვა ასაკების ყოფილა რა, 19 წლის არც ერთი არ აღმოჩნდა. ეს არის n. და ოლი არის ზუსტად იგივე, ოღონდ ყველა უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ყველა 19 წლის უნდა იყოს. ან თუ კი არის ყველა 18 წელზე მეტი. და ამ შემთხვევაში კი, ნამდვილად ყველა 18 წელზე მეტია. მაგრამ ერთგან მაინც რომ იყოს 17 დაბრუნდება ცდარობა. ანუ ოლი უნდა იყოს ყველა. ოლზე უნდა სრულდებოდეს ყველა პირობა. ამ პირობას უნდა ყოფილებდეს ყველა. ნინო, გიორგი, ანაც და ყველა. ასე რომ ეს არის n და ოლი. ეხლა რა შემთხვევაში რა დრო შეიძლება რომ გამოვიყენოთ ეს? აი რაღაც ვალიდაციებში შევამოწმოთ. თუ კი აი დავუშვათ როცა ვეძებ რომ კონკრეტულად მონაცემებში არსებული ადამიანები ყველა უნდა იყოს სრულწლოვანი. ამ შემთხვევაში მე all-ს გამოვიყენებდი რომ ნახო რომ აი ყველა თუ არის 18 წლის ან მეტის. ხო? და თუ კი true მითხრა, ესე კი, ნამდვილად სრულწლოვანია ყველა. თუ false მითხრა, ესე კი არ ყოფილა. და რაღაცების შემოწმებისას რა. მაგას პრაქტიკაში თვითონვე დაინახავთ. რა დროს დაგჭირდებათ n-ი, რა დროს დაგჭირდებათ ოლი. უბრალოდ დავიმახსოვროთ, რომ ესეთი მეთოდები არსებობს. n-ი და ოლი. მე მგონი ეს მარტივი იყო. ეხლა მივადექით მოდი ჯერ join ბოლოში მოვიტოვოთ single და distinct. single მეთოდი არის ისეთი მეთოდი რომელიც აბრუნებს ასევე truth ან false. on როგორ იცით? აი აქ მოვიტოვოთ. მოდი გადავამოწმოთ, ხო ნამდვილად truth ან false აბრუნებს. მივიტანოთ. ესე იგი არ აბრუნებს ისე, ცუდად მახსოვდა. ესე იგი single აბრუნებს მხოლოდ ერთ ელემენტს.
და თუ კი არ არის მხოლოდ ერთი ელემენტი ეგეთი მახასიათებლის, მაშინ აბრუნებს errors. Throws an exception if there is not exactly one element in the sequence. ანუ single აბრუნებს მხოლოდ ერთ ელემენტს, ანუ აბრუნებს ისეთ ელემენტს, რომელიც მხოლოდ ერთია ეგეთი. მე მეგონა რომ ან true აბრუნებდა, ან false. ანუ თუ კი ერთზე მეტი იყო, მაშინ false აბრუნებდა, თუ კი ერთი იყო, მაშინ true. აი რას ვიზახი. პრაქტიკულ მაგალითს. მაგალითად დამიბრუნე ისეთი სტუდენტი, რომელიც ამ შემთხვევაში 20 წლისაა. ოღონდ ნახე, დამიბრუნებს აქ მხოლოდ, ანუ დამიბრუნებს სტუდენტს იმ შემთხვევაში, თუ კი ნამდვილად მარტო ეგეთი სტუდენტია 20 წლის. მაგრამ თუ კი სხვა სტუდენტიც გამოერია, მაშინ გაისვრის errors. აი ძალიან მარტივად რო გავაკეთოთ, var result უდრის student წერტილი single ესე და ეს წერტილი ასაკი, თუ კი არის 20-ის ტოლე. და დავპრინტოთ რეზულტატი. ნახეთ. ესე იგი უნდა დავადგინო, ეს უნდა ვიპოვო ისეთი ელემენტი, რომელიც 20-ს უდრის. და ნამდვილად ვიპოვე. ნამდვილად გვაქვს სტუდენტი. ძალიან მარტივად ეხლა აქ რო result წერტილი name-ი დავწეროთ, ვიპოვით რომ ეგეთი სტუდენტი არის ანა. მაგრამ მე რო ეხლა აქ დამეწერა რომელიც უდრის 21-ს თქო, 21-ის გვყავს როგორც გეგა, ასევე ნინო. და ჩვენ რო გავუშვათ ხა. გაისვრის errors. Invalid operation exception sequence contains more than one matching element. ანუ ეს single არის, რაღაცნაირად მხოლოდ ერთი უნდა რა, მხოლოდ ერთი მონაცემი უნდა. ის ერთი სტუდენტი უნდა. და თუ კი ეგეთივე მახასიათებელი გააჩნია სხვასაც, გაისვრის errors. არა, ეგეთი არ მინდაო. ხო და ამაზე ცოტა ბრწყად უნდა ვიყოთ. ამ single-ზე. თვითონ დაინახეთ რომ exception-ი ამოვარდა. იმიტომ რომ ასაკით 21 ჩვენ ლისტში იყო 2 ადამიანი. ანუ 1-ზე მეტი. ყველაფერი 1-ზე მეტი, რაც არის ამ შემთხვევაში აგდებს errors აქ. მაგრამ ეხლა 17 რო დავწერო, პრობლემა არ არის. დათოზე შუა დამოაგდებს. მიხდით ხო? ეხლა მოდი distinct მივადგეთ. distinct-ი და მე ბოლოს join. distinct-ი ეხება დუპლიკატებს. ანუ თუ კი სადმე დუპლიკატი მაქვს მე, იმას აშორებს რა. distinct. დავწეროთ. მოდი ესეთ რამე დავწეროთ. var result უდრის students წერტილი distinct და მოდი ამ ხელს პარამეტრი არ მინდა. ეს წერტილი ეს დარიგით. ეს უნდა ეს წერტილი უნდა იყოს რა. ეს წერტილი name ხო? ალბათ. მაგრამ ალბათ ესე იგი ეს distinct-ი არ შევა პირდაპირ. კაი მოდი პირდაპირ distinct გავუშვათ და მე მგონი distinct by არის ეგეთი ის და შეიძლება მაგაში გვერევა. distinct-იც არის და distinct by. ახლა ჩვენ რო გავუშვათ ეს რეზულტატი რო დავაკონსოლოთ. მივიტანოთ და დავინახოთ რაზე არის საუბარი. ეხლა რეზულტატთან რომ მივიდეთ ჩვენ და რომ დავინახოთ 7 ელემენტია 21 ნინო ცოტა 7 ელემენტი ხო? აქ რამდენი გვაქვს? 1 2 3 4 5 6 7 8-ო.
7 არა, 8 ელემენტი გვაქვს აქ, 8. მე-7 ინდექსი დავინახეთ ეგან. ანუ ჯამში გვაქვს 8 ელემენტი, ხო აქ? მეცადე მივიდე. კი, 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. 8 ელემენტი გვაქვს ჯამში. ანუ distinct არის ისეთი მეთოდი, რომელიც დუპლიკატს შლის. მაგალითად, ეხლა ჩვენ რო აქ დავწეროთ კიდევ ერთი ესეთი დათო, ზუსტად იქვე ხასიათებლით. და მე რო გავუშვა, სულენთა რომ მივიდეთ. წესდარიგით მაინც უნდა ამოვეკდო ეს, მაგრამ რადგან ლისტია შეიძლება ლისტი რადგან ახალი ლისტი რადგან რეფერენს ტიპის არის, მაგიტო დუპლიკატად არ ჩათვალა. მოდი რა გავაკეთოთ ისე, ეს distinct არის ისეთი მეთოდი, რომელიც შლის დუპლიკატს და მხოლოდ იმ ერთ სტოვებს. ანუ ამ შემთხვევაში ხო დათო ორჯერ გვაქვს და უნდა წაეშალა ერთი, ასე ვთქვათ, ლისტი აქედან და ერთი დაეტოვებინა. ამ შემთხვევაში ამას წაშლიდა ბოლოს, ხო? იმიტომ რომ დუპლიკატს შლის. ეს distinct საჭიროა მაშინ, როცა მინდა რომ ნამდვილად უნიკალური მონაცემები გქონდეს. და ბევრჯერ ამეწეროს ერთ და იგივე. ეხლა ამ შემთხვევაში ალბათ distinct-მა იმიტომ არ იმუშავა, რომ ეს ხო ლისტია, ლისტი არა, ეს ხო ობიექტია. ეს ცალკე ობიექტია, ეს ცალკე ობიექტია და ესენი რადგანაც არის რეფერენს ტიპის, ესენი ერთმანეთის ტოლი არ არის არც ერთ ვარიანტში. და დუპლიკატად მაგიტო არ ჩათვალა. იმიტომ რომ ყველას ამას ხო განსხვავებული მეხსიერების ისა აქვთ, უბანი. გარკვეული მეხსიერება. ასე რომ აქ ესე არ გავიკეთა, მაგრამ აი distinct ძალიან კაი იქნება როგორ მომენტებში იცით, დავუშვათ ლისტი რომ მქონდეს int ტიპის და აქ რომ მქონდეს რაღაცა მონაცემები რა, დავუშვათ 1, 2, 3, 4, 5, 4, 3, 9. აი ესეთი მონაცემები რომ მქონდეს რა. და მე რო ეხა აქ ამის distinct გავაკეთო. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მაჩათე ამას გავუშვებ აქ. და მივიდეთ ეხლა ამასთან რეზულტატთან. 1, 2, 3, 4, 5, 9. ანუ ამ შემთხვევაში ამოვარდა აქიდან მოწადე 4-იანი ამოვარდა, 1-4-იანი ამოვარდა აქიდან. ანუ მე ხა ხო გავამეორე, 4-იანი გავამეორე, 3-იანი გავამეორე, მარტო ეს ორი გავამეორე, ხო, 4 და 3. ანუ 1, 2, 3 მჭირდება, ანუ 1, 2, 3, 4, 5, 9. ხო, ეს უნდა დამიბრუნოს. და დამიბრუნა ნამდვილად 1, 2, 3, 4, 5, 9. ანუ რამდენი მონაცემები მქონდა და აქიდან დამიტოვა მარტო ის რეალური მონაცემები. ანუ ის დუპლიკატები წაშალა. ანუ მაგალითად ეხა ეს 3-იანი წაშალა, ეს 4-იანი წაშალა. ამოვაკეთო რა. და ეს distinct მეხმარება, ასე ვთქვათ, როგორც ეგ ვთქვი, დუპლიკატის წაშლაში და ნამდვილად რეალური რაც მაქვს მაგის პონაში რა. ასე რომ distinct ძალიან საინტერესოა. და ანუ distinct რა შეიძლება იცით, შლის დუპლიკატს მოცემულ რეალობაზე. ანუ უყურებს მონაცემებს, რაც არის და ამაზე, ასე ვთქვათ, აკეთებს დუპლიკატს, დაინახავს დუპლიკატს და მერე შლის. ანუ დუპლიკატი რომ დაინახოს, ამისთვის საჭიროა რომ შედარების დროს, როცა ერთი ელემენტი მეორის დარდება, ერთმანეთის ტოლები იყვნენ. და ჩვენ ხო ვთქვით რომ აი რეფერენს ტიპის მონაცემები რო შეადარო ვერ დარდება, ანუ false-ია მათი ტოლობა. იქიდან გამომდინარე რომ რეფერენს ტიპის არის, ჰიპში ინახება, მათ განსხვავებული მეხსიერების ის აქვთ, მისამართი და მისამართები დარდება ამ შემთხვევაში ერთმანეთს და არა კონკრეტულად რაღაცა value. ამიტომაც აქ წერან ვერ იპოვა დუპლიკატი. მაგრამ აი ეხა აქ ხო ნამდვილად ცხადია რომ არ უნდა მქონდეს ორჯერ იგივე ის, ხო? თუკი ამ შემთხვევაში ვიძახით, თუკი დავუშვათ მინდა რომ
ყველა უნიკალური სახელის მქონდეს და არ მეწეროს ორჯერ დათო, ორჯერ რაღაცა გიორგი და ასე შემდეგ, ხო? ამისთვის არსებობს distinct by და შიგნით შედის. ანუ აი ახლა მივიდეთ. ეს ხომ მქონდა? დავკომენტაროთ. და აქ რომ მეწეროს ეგეთი რაღაცა. var result უდრის students წერტილი distinct by ეგეთი ის არის. ესი და მაგალითად ეს წერტილი name. ანუ სახელის ცოტა აი ეს. სახელის მიხედვით რომ გააკეთოს, ანუ შიგნით შევიდეს და სახელის მიხედვით ანუ რომ შეადაროს სახელები. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამოვარდება გიორგი, ერთი გიორგი უჭველი ამოვარდება და ამოვარდება დათო. ხო? ეგ შემიძლია გავაკეთო მის მიხედვითაც, ასაკის მიხედვითაც შემიძლია გავაკეთო იგივე. როგორც სახელის მიხედვით ამოვარდება, ესევე შემიძლია ასაკის მიხედვითაც. მივიდეთ. რეზულტატთან მივიდეთ. და ეხლა ჩვენ გვაქვს 7 ელემენტი. ხო? 9 იყო აქამდე. ეს ხო მე-9-ია, ეს მე-9 დავამატე. ანუ 2 ამოვარდა. ანუ ერთი დათო უჭველი ამოვარდა და ერთი გიორგი. თუ გინდა რომ გავტესტოთ ერთი forge-ითაც დავუაროთ ამას. რეზულტატს. Line item. მოდი ბარემ ორი ყველაფერი ვწეროთ. Item წერტილი name. Item წერტილი age. ნინო 21 წლის, გიორგი 25 წლის, ანა 20 წლის, ერეკლე 22 წლის, ლაშა 25 წლის, გეგა 22 წლის, დათო. ანუ დათო ერთი დათო ამოვარდა აქ და ერთი გიორგის ამოვარდა. თუ ხედავთ 22 წლის გიორგი აღარ ყავს აქ. ეხლა ეს როგორ უყურებს, ნახეთ, როცა აქ დუბლიკატს ვაკეთებ, უყურებს ჯერ რომელი გიორგია აქ. რადგან პირველი გიორგი აქ შეხვდა ეს. ამიტომაც ეს გიორგი წაშალა რა. ეხლა ეს რო ზემოთ ყოფილიყო, ამას აშლიდა პირიქით. დათოზეც იგივე. შემიძლია გავაკეთო ეს წერტილი age-ითაც. წავშალოთ დუბლიკატი ისინი. მაგალითად წამიშლის ეხლა აქ 21 წლის გეგას წამიშლის 25 წლის ლაშას 22 წლის ერეკლეს და ჩვენ მეძლის დათოს. ეს დარიგით. ნინო 21 წლის ეს გეგა აღარ მეყოლება. ოკეი. გიორგი 25 წლის ლაშა აღარ მყავს უკვე აქ. ანა 20 წლის, გიორგი 22 წლის დათო ჩვენს. ამ შემთხვევაში მე რო ასაკით გავაკეთე დუბლიკატის ამოღება, ნუ ორივე გიორგი მყავს ხე, იმიტომ რომ მათ განსხვავებული ასაკი აქვთ. აი ესე გვეხმარება, ანუ distinct და distinct by. Distinct-ი რაც არის მოცემულობა მაგის მიხედვით აკეთებს მას რა ქვია დუბლიკატის ამოღებას. და distinct by არის, რომ აი შიგნით რო შევიდეთ რა რაღაცეებში. აი ძირითადად ლისტებში იყენებენ მაგას და კოლექციებში. Distinct bys. ნაბა თუ კი არ გამეკითხვა? გისმენთ? კარგი. აი და მაშინ მივიდეთ ბოლო, ასე ვთქვათ, მეთოდზე, ნუ რომელიც მინდა რომ ახსნა, ეს არის join-ი. Join-ი არის ძალიან საინტერესო მეთოდი. Join-ი არის, რა ვიცი, join-ი რო არა ბევრი რამე არ იქნებოდა საიტზე ნორმალურად. იმიტომ რომ join-ი არის შეერთება და join-ს ვიყიდებ მაშინ, როცა მინდა ერთი მონაცემი მეორე მონაცემთან შევაერთო და მივიღო რაღაცა მონაცემი. მაგალითად თქვენ რო
რაღაცა თქვენ რომ გაქვთ დავუშვათ საიტზე აკაუნტი გაქვთ და თვითონ აკაუნტების მონაცემები ცალკე ინახება ბაზაში, სიტყვაზე პროდუქტების მონაცემები ცალკე ინახება ბაზაში და თქვენ რო რაღაცა პროდუქტს ყიდულობთ საიტზე, ეგეც ხო ბაზაში ინახება, ორდერის, ასე ვთქვათ, ორდერია და ორდერები ცალკე ინახება ბაზაში, რომ ამ ადამიანმა იყიდა ეს რაღაცა. და მერე მან შეერთება გჭირდება მონაცემების, ანუ ერთი მონაცემის მეორე მონაცემთან შეერთება გინდა, რომ მერე საბოლოო ჯამში შეკრა და რაღაცა მიიღო. მერე მაგას უფრო კარგად გავივლით SQL-ში მონაცემთა ბაზებს როცა შევეხებით. მაგრამ აი joins-ზე უფრო წარმოიდგინე რომ შეგექმნათ ამ შემთხვევაში მოდი მქონდეს ორი ლისტი რა. ერთი იუზერების on ლისტი რომ მქონდეს იუზერი ხო უნდა შევქმნა. მოდი სტუდენტები იყოს რა. აი ეს ხომ აქ ეს. კაი, მოდი სტუდენტები იყოს, როგორც არის. თავი არ შევიწუხოთ. და სტუდენტმა დაუშვათ როგორ მოვიქცეთ? სტუდენტი. ხო? ნინო, გიორგი, ანა ესე. კაი, მოდი რა ვხდით, იცი? კონკრეტულ სტუდენტს მივანიჭოთ თავისი მახასიათებელი. ანუ ეხლა თითოეული მონაცემი ხო უნიკალურია ზოგადად. აი როგორც ეხლა ადამიანს რო გააჩნია პირადი ნომერი. ყველა პირადი ნომერი ხო არის უნიკალური. მეორე, ანუ ორივეს ერთ და იგივე პირადი ნომერი ვერ გექნებათ, ხო? ასე რომ ეხლა ამას ცალკე რაღაცა პირადი ნომერი ხო უნდა გქონდეთ. ან რაღაცა ID უნდა გქონდეთ. და მოდი ამას გქონდეს ID. ID არის ეგეთი ის int ID მაგალითად ID. მაგალითად პირველ სტუდენტს ID 1 გქონდეს, მეორეს ID 2 გქონდეს და ასე შემდეგ. კონსტრუქტორის დავიხმაროთ. მაგალითად, პირველი სტუდენტი S1 იყოს, S2 იყოს, S3, S4, S5, S6, S7, S8 და S9. აი ეს. ანუ თითოეული სტუდენტი ეხა არის უნიკალური ამ შემთხვევაში. და მაგალითად მეორე ლისტიც მქონდეს, სადაც მქონდეს რა იცით, ნიშნები, ანუ ვინ რა ნიშანი მიიღო. list ნიშანზე ერთი კლასი დამჭირდება აუცილებლად. მოდი დავარქვათ grade. და ეხა ნიშანი, ანუ ნიშნები რა, სადაც ნიშნები უნდა იყოს, ესე იგი ვიღაცას რაღაც სტუდენტმა უნდა სტუდენტი არის და რა ნიშანი მიიღო. ესე იგი უნდა ყავდეს სტუდენტი. მოდი დავუშვათ დავწეროთ public int student id. ანუ ამ მაშინ მონაცემებში აქ რა მონაცემები შეიქმნება? ეს კი არ იქნება რომ სიტყვაზე ნინომ მიიღო 91-ან რაღაცა. ნინოს მაგალითად იქნება ის id რაც ნინოს აქვს. ამ შემთხვევაში student id. გეთერის ეთერი. student id მე დავარქვი სახელი, ეხლა ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ რამე დაარქვათ, რაც გაგიხარდებათ, უბრალოდ მინდა რომ მაქსიმალურად ინტუიტიური იყოს, უფრო მეტად გასაგები თქვენთვის, რომ აი ეს property რაც არის, ეს იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ აი სტუდენტის ID რაც არის ამ შემთხვევაში. აი უფრო კარგად პრაქტიკაში განახებთ. და public grade ხო? ნიშანი ეგეც. მოდი დაბლი იყოს. იმიტომ რომ ხო არის რაღაცა თუ არა 91.5 რაღაცა ეგეთები არ არის? მე მგონი არ არის. public int grade იყოს აქ. რა უნდა თემას?
ეთერის ეთერი. შეიძლება რომ ემთხვევა ხა მას? ხო, თუ ემთხვევა, მაშინ პატარა ცოტა დავწეროთ. ამას student grade-ი ავიღო, ესე დავწეროთ student grade. აი ეს. და ერთი კონსტრუქტორიც გვინდა აუცილებლად. int student id int student grade. ეს. კაი, უცბად შევქმნით. ესე იგი, ეს grade არის კლასი, რომელსაც გააჩნია student id, გააჩნია student grade. ესე იგი, რეალური მაგალითი, რეალური ობიექტი რა იქნება, იცით? რომ აი ამ ადამიანის ID, ამ ID-ზე არის ეს ქულა. აი ძალიან მარტივად ახლა პროგრამში შევალთ და მოდი ლისტი გავაკეთოთ grade-ის. Grades, ესე იგი ქულები უდრის new grade, new list grade. და დავიწყოთ ახლა. მოდი პირველი ქულის რა იყოს? პირველი ქულის იყოს ის, რომ დავუშვათ ანამ აიღო 70, მაგალითად. ანუ ანას აიდი ხო 3-ია. ესე იგი 3 და მაგალითად 71. ესე იგი აქ ნახეთ რა ინახება? ინახება ანუ ლისტია ქულები, სადაც ვამბობ, რომ აი ამ აიდმა აიღო ეს. როგორც ახლა რაღაცა პირადი ნომრით ესა და ეს, ამას ეკუთვნის რაღაცა სახლი ან რაღაცა ბინა, ხო? ნაკვეთი მიწის ან რაღაცა ეგეთი. ხო, ანუ სადღაც მონაცემებში ხო წერია, რომ ამ პირადი ნომერის მქონეს აქვს ეს. და მე თუ უნდა გავარკვიო ეს ID, რომელ ადამიანს გააჩნია. მე კი ვიცი ახლა რომ ანას გააჩნია, მაგრამ ეს ერთჯერადად ვიცი და ახლა ბევრი მონაცემები იქნება ახლა აქ და რაღაცნაირად დამჭირდება რომ ეს ID დავაკავშირო კონკრეტულ ადამიანს. მოგეთ ცოტა ხანი მინდა რომ მომყვეთ რა. მოგეთ ანამ აიღო 71, ნინომ აიღო მაგალითად 80. მოდი რამდენიმეც დავწეროთ. მაგალითად გეგამ აიღო 92 მაგალითად. და დათომ აიღო 59 სიტუაცია. ან რა ვიცი. დათო აგერუიანი არის 59. ეხლა 4 grade გვაქვს, ხო? ნუ არა აუცილებელი ეხლა ყველას ჩამოწერო. თავარია რომ გვაქვს. ეხლა ნახეთ. ეს არის ერთი ლისტი. ეს არის მეორე. ეხლა მე მინდა გავარკვიო რომელმა ადამიანმა რა ქულა მიიღო. მაგრამ რო დავაკვირდე ეხლა. აქ მაქვს მე grade, ესე იგი ამ ID-მა, ამ ID-ზე წერია 71. ამ ID-ზე წერია 80. ამ ID-ზე 92, ამ ID-ზე 59. მაგრამ მე ვიცი რომელი ადამიანია ესა? დავშალე 7-იანი 92. ვიცი ვინ არის? კი, ვიცი, მაგრამ როგორ ვიცი? ეს ID არის 7, ხო? ისეთი სტუდენტი არის, რომლის ID-ც არის 7. ეხლა მე თვალით უთვათ მე მოვალ აქ და 7. გეგა ყოფილა. ესე იგი გეგას მიუღია 92. ხო? და ესე, ანუ, მაგრამ მე ხა ამას თვალით ვაკეთებ, ხო? და მე როგორ შემიძლია რომ რაღაცნაირად გავარკვიო ვინ რა ქულა აიღო. ამისთვის აუცილებელია რომ ეს ლისტი რაც არის ქულების, ეს შევაერთო ამასთან და მაგის მიხედვით ვიპოვო ვინ რა ქულა აიღო. მაგრამ შეერთება ესე არ არის რომ პირდაპირ შეერთდეს და რაღაც პირდაპირ შეერთდეს რაღაცა შევაკითხოს გაგიჩნდეთ რანაირად მას შეერთდეს ხა ესენი. მაგრამ ნახე შეერთება ხდება რის მიხედვით. აქ რაც წერია ID რაც არის სიტყვაზე 3-იანი რო არის ესეთი ადამიანები უნდა შეერთდეს ზუსტად იმ ადამიანებთან, რაზეც ID ემთხვევა. ანუ 3-იანი ამ შემთხვევაში ანასთან ემთხვევა, 1-იანი ემთხვევა ნინოსთან, 7-იანი გეგასთან, 8-იანი დათოსთან
და ესე შეერთდება და მაგით მივხვდები ვინ რა იყიდა. ეხლა მოდი გავაკეთოთ ეს შეერთება. შეერთება ხდება join-ით. ესე იგი var result უდრის და დავიწყეთ. დავიწყეთ ეხლა შეერთება. მაგათაც სტუდენტები მინდა შევაერთო იმასთან, ხო? Great. Students წერტილი join. დავიწყეთ. ეხლა ამ joins-ში ბევრი რამე გეთდება, ბევრი რამე იწერება. პირველი, რასთან გვინდა დაჯოინება, რასთან გვინდა შეერთება. რა თქმა უნდა, ეს სტუდენტების ლისტი უნდა შევაერთო ეხლა grade-თან, რომ გავარკვიო ვინ რა ისა იყო. კულა. ესე იგი ვწერ grades პირველი. მეორე. ეხლა შენ რო გინდა შეერთებაო, რის მეთოდით აერთიანებ? ანუ შეერთება ნიშნავს იმას, რომ საერთოები უნდა გქონდეთ ამათ აუცილებლად. ანუ რაღაცა საერთო რომ დაემთხეს, ხო? ანუ ჩვენ თუ დავაკვირდებით სტუდენტის ID, რაც არის, ეს არის დაკავშირებული grade-ის student ID-თან, ხო? ასე რომ პირველად აი აქ ვწერ სტუდენტის grades, სტუდენტის ID-ს. აქ ესეთი ის იწერება, ესე იგი კონკრეტული სტუდენტის ID და კონკრეტული grade-ის student ID. ანუ ჯერ იწერება სტუდენტის ID, მერე იწერება grade-ის ID, grade-ის student ID. ესე იგი ამ ორთან უნდა ხდებოდეს თანაკვეთა. რაღაცნაირად, ხო? იმიტომ რომ ნამდვილად ეხა ხომ და სიტყვაზე 7-იანი რო არის, ეს 7-იანი უნდა იყოს აუცილებლად აქ. 7-იანი თუ არ არის აქ, რანაირად მოხდება, ხო? ეხა მე რო აქ დავწერო გამოგონილი რაღაცა სიტყვაზე 11 ID-ს მქონეს აქვს 92 თქო რო ვთქვა. ეს ხო სისულელე გამოვა. ეგეთი ID ვაფშე არ არის, ხო, სტუდენტებში. მაგრამ თავარია რომ აქ მოხდეს თანაკვეთა, ესე იგი სტუდენტის ID, ანუ პროგრამა შეხედავს ეხლა სტუდენტის ID-ებს, აქ შეხედავს grades-ში student ID-ებს და მაგის მიხედვით შეერთებს ამათ. და აქ ამის მერე, ესე იგი მე ვთქვი რომ სტუდენტის ცხრილი რა ლისტი join-დება, ანუ ერთდება grade-ის, ასე ვთქვათ, ლისტთან და ვუთხარი რის მიხედვითაც კავშირდება და ეხა აქ ვწერ რა მივიღო. ანუ ამათი შეერთების მერე რა შედეგი მქონდეს. ამისთვის ეხა იწერება ორივე, S-იც და G-ც აქ. პარამეტრებს რასაც დავარქმევთ, იგივე რა. და აქ წერთ რა დაბრუნდეს. მაგალითად, რა ვიცი, შემიძლია დავაბრუნო რომელმა ადამიანმა რა ქულა მიიღო. ესე იგი, ესეთი რამე რო დავაბრუნო რა. ნინომ 80 აიღო, ანამ 71, ესე რომ ეწეროს რა. მოცემები. ესეთი ობიექტი რომ მქონდეს. ამისთვის აქ შემიძლია ესეთი რამე დავწერო new. ეს არის ობიექტი on class-ის გარეშე ობიექტი. ჩვენ ხო ვიცით რომ ობიექტი იქნება class-ის, ანუ ჯერ class ვქნით ხოლმე და მეორე object-ს ვქნით ხოლმე. და ეს არის ანონიმური ობიექტი. რომელსაც class-ი არ აქვს და ეს ანონიმური ობიექტი კეთდება რაღაცებთან შეერთებისთან, რაღაცებს როცა ვაერთებ და რაღაცა შედეგს როცა ვიღებ. ანუ ესე hire-ში ანონიმური ობიექტი ვერ იქნება. მაგრამ იქნება, როცა რაღაცა შეერთება არის და რაღაცა შედეგს იღებ. იშვიათად იყენება, მაგრამ შეერთების დროს ესეთ რაღაცას ვიყენებ. New და აქ ესეთ რამეს ვწერთ. რა გვინდა რომ საბოლოო ჯამში მივიღო. ესე იგი, მინდა მაგალითად სტუდენტის სახელი. მაგალითად. ანუ ეს წერტილი name. მოდი იყოს სტუდენტის age-იც. და ეხა მოდი იყოს ამ სტუდენტმა. რა ქულა მიიღო. და აქ
G წერტილი student grade. აი ეს. ხო, ესე გვაქვს. აი ეს. წერტილზე მოვაკლი. ესე იგი, სტუდენტი join-დება grade-თან, ID და student ID და ამათი შეჯერებით იქნება ობიექტი ყოველ ჯერზე, სადაც არის ჩაწერილი სახელი, ასაკი და student grade. ოღონდ ეს შეერთება ხდება, რა თქმა უნდა, შესაბამისზე რა. მაგალითად, ეხა ლაშაზე ვერაფერი ვერ მოხდება აქ, იმიტომ რომ ლაშას ID აქ არ მიწერია, 6-იანი ასეთ არ ფიგურირებს და ლაშა არ გვეყოლება. მაგრამ ჩვენ გვეყოლება, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომელმაც ქულა აიღო. ანუ გვეყოლება ანა, ნინო, გეკა და დათო. რომ გავტესტოთ. მოდი ეს დავაკომენტაროთ. შეიძლება for-ჭიდაც დავუარო. და console right-თან item. ეხლა ნახეთ. ეს ხო ობიექტი, ანუ რეზულტატი რა არის? რეზულტატი არის ის კოლექცია, რომელშიც არის ობიექტები. კონკრეტული ობიექტი რა არის? ობიექტი, რომელსაც გააჩნია სახელი, ასაკი და student grade. რომ დაგანახოთ, ეხლა თქვენ მოდი ყველაფერი დავაკონსოლოთ აქ. item წერტილი name item წერტილი age და item წერტილი student grade. და ცალკე მოდი ხო, კაი ესე იყოს. აქ გავუშვოთ და დავადებაგოთ. კაი, ესე იგი, მოდი რეზულტატთან მივიდეთ. აქ ნახოთ აბა რა არის რეზულტატი. შემოვიხედოთ. აჰა, 4 ობიექტია, 4 ობიექტი შეიქმნა. ესე იგი, ნინო არის 21 წლის და 80 ქულა იყო. ანა მაიღო 71-ო, გეგა მაიღო 92-ო, დათო მაიღო 59-ო. ანუ ესე ერთი ლისტი შევაერთე მეორე ლისტთან და მაგით გავარკვიე ვინ რა ქულა აიღო. და ეს გავაკეთე joined. ეს სინტაქსი როგორია? ჯერ წერ რა მინდა რომ დავაჯოინო. იდეაში თქვენ არანაირი განსხვავება არ არის ამათ შორის. გინდ grade-ი შეერთე სტუდენტთან, გინდ სტუდენტი და შეერთე grade-თან. იგივეს მიიღებ. უბრალოდ აქ პირველად იწერება რა შეერთება, ანუ რითიც იწყებ ის. ანუ სტუდენტის ID, მერე grade-ის student ID და მერე რა მინდა რომ მივიღო. და ეხლა continue რო გავაკეთო. მიცოდე. აგე, ნინო 21-ის 80, ყველაფერი დააკონსოლა რა. აგე. აბა თუ მივხვდით joins. კარგად და აქ საერთოდ არ მინდა ისინი. მას გავაკეთე. ამასაც. აბა თუ გასაგებია join-ი, რამე კითხვა თუ გაქვთ, შემოვიხედოთ chat-ში. აბა მოიწერეთ რამე. კი ან არა. ოკეი. კარგი. join-ი ძალიან საინტერესო მეთოდი. ძალიან join-ი ბევრგან გამოგვადგება მომენტებში. ასე რომ თან აი შეიძლება ცოტა ისე მოგეჩვენოთ რა რთულად, მაგრამ თავარია რომ აპრაქტიკოთ და მე გაიგებთ კარგად. თავარი არის კავშირი ერთმანეთთან. და უნდა ვუთხრათ რასთან კავშირდება. იმიტომ რომ მე რომ მეთქვა ეხლა რომ სახელი კავშირდება ID-თან თქო, ვერაფერს ვერ დააკავშირებდა. უნდა იპოვოს აუცილებლად მან საერთო. ეგ არის ჩვენი join-ი. ანუ ამოვწურეთ რა განვიხილეთ ეს ლინკის მეთოდები და ბოლოში ყველაზე ისეთი მოვიტოვე რა. ყველაზე ცოტა რთულიც და საინტერესო.
აი ამ join-ის საშუალებით ხდება ძალიან ბევრი რამე საიტებში. სხვანაირად ვერ აკეთებ. უნდა შეერთო, იმიტომ რომ დავუკვირდეთ მონაცემები რო არის, ყველა მონაცემი ერთ საცავში, ესე ერთ ლისტში ვერ მოთავსდება. იყოფა ეგ ქვეკატეგორიებად. და აი მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ რა, წიგნები, ხო? წიგნს ყავს ავტორი, წიგნს ყავს სახელი, ნუ ყავს რა, აქვს სახელი და აქვს კატეგორია, ხო? მაგრამ კატეგორია იმდენი არის, ხო? ეგ ცალკე კატეგორიები შეიძლება ცალკე კატეგორია იყოს. ანუ კატეგორია იყოს ცალკე ლისტი, რომელშიც იყოს რაღაცა მონაცემები, ხო? დავუშვათ დეტექტიური, დოკუმენტური, რაღაც ფილოსოფიური და ასე შემდეგ. და მე ეს ცალკე ლისტი კავშირდებოდეს წიგნთან და ესე ასე ვთქვათ იყოს მე დაკავშირებული join-ით და მე რაღაცა манипуляციას ვაკეთებ მონაცემების რა. ასე რომ ესე ყველაფერი ერთად არ თავსდება, იყოფა და ოღონდ რო იყოფა მე აუცილებლად სადღაც join-ი გვჭირდება რომ შევაერთოთ და მე რაღაცები გავიგოთ. ასე რომ ეს დავიფასუროთ. აი ყველაზე კარგად არის ეგ SQL-ში, მოცდა ბაზებში. ეხა ეს join-იც, group bytes რაც არის დალაგება, ეს ყველაფერი SQL-ში არის მოცდა ბაზაში, უბრალოდ მე მონაცემთა ბაზებს, როცა C#-თან ასე ვთქვათ, როცა C#-ში გვაქვს დაკავშირება მოცდა ბაზასთან, მე ეს მონაცემები როცა მოდის ჩვენამდე, ამ მონაცემების შეერთება და რაღაცები რო გვიწევს, გვინდა რომ SQL-ს მონაცემები დავამუშავოთ შესაბამისად და მაგაში გვჭირდება join-ი, დაჯგუფებები, შეერთება, ანუ დალაგება რაღაცის მიხედვით, გაფილტრები, რაღაცის პოვნა first or default-ით საშუალებით, ან last or default საშუალებით და მოკლედ ასე შემდეგ. კაი. იდეაში ეს იყო ჩვენი დღევანდელი ლექცია. მოიციეთ ბევრი. ეხლა მე ძირითადად მეთოდ სინტაქსით გავაკეთე. მაგალითად joins კიდე join-ის ეხლა მე ესეთი სინტაქსი რო აქვს მეთოდით. არის query სინტაქსი. query სინტაქსი მე ამ join-ის არ მომწონს, სინტაქსიც არ მახსოვს ზუსტად როგორ არის. არც ვიყენებ, ძირითადად მეთოდ სინტაქსს ვიყენებ ხოლმე. ანუ გაეცანით მაინც query სინტაქსებს. ყველასი რა. იმიტომ რომ მაგრამ მაგალითად ზოგს არა აქვს ეგ. აი first მე მგონი და first or defaults არა აქვს მე მგონი. და სხვებს ზოგს არა აქვს რა, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ზოგს არ აქვს query სინტაქსი და მარტო მეთოდ სინტაქსი აქვს. ნუ თქვენ როგორც გაგიხარდებათ ისე წერეთ რა. მე მეთოდ სინტაქსი მირჩევნია. კაი. მაშინ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია. კითხვები არ გაქვთ, მაგრამ რავი, პროცესში შეიძლება გამოჩნდეს და უცებად აქ ვარ რამე. დაგამშვიდობით და აბა შევხვდებით სამშაბათს გვაქვს ლექცია, ძალიან ცოტა რაღაცა შევეხებით სამშაბათს, მაინც იმიტომ რომ მე პაუზა გვიწევს, ხუთშაბათს არ ჩაგვიტარდება. და ისეთი რომ არც ახალი თემა აღვხსნა და შეიძლება გავიმეორო რაღაც მასალა. საფო რაღაცით მაქვს? არა. ოკეი. მიკროფონი ჩამართო უკაცრავად. ოკეი. აი, მაშინ აი რა ტიკვტერს რაღაცას, აბა დავუცადოთ. გადაიფიქრე. კაი, მაშინ თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ დაგამშვიდობით და შევხვდებით სამშაბათს. სამშაბათამდე. ნახვამდის. ნახვამდის.